განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ კვლავ განდეგილობაზე, მეუდაბნოებაზე, სამონასტრო ტიპის მოღვაწეობაზე ვაგრძელებთ საუბრებს. წინა შეხვედრაზე შევეხეთ წმინდა ამონას, ერთ-ერთ უდიდეს განდეგილს და ანტონისა და ამონას ცხოვრებისა და მათი შრომების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ შევუდექით პახუმი დიდის შესახებ საუბარს და ნაწილობრივ აღვნიშნეთ, რომ პახუმი დიდის მოღვაწეობით საფუძველი ეყრება და სათავე ედება ახალი ტიპის განდეგილობას, კენობიტიზმს. და ეს ყველაფერი სწორედ მაშინ ხორციელდება პახუმისგან, როდესაც ეგვიპტის ჩრდილო ნაწილში თავისი გაფურჩქვნისა და განვრცობის მწვერვალს აღწევს ანაქორეტობა, ანუ განშორებულობა, იგივე მესენაკეობითი ცალკე დაყუდებითი განდეგილობა. სწორედ ამ დროს სამხრეთში, ეგვიპტის სამხრეთში, ლავ კოპტი ეროვნების მოღვაწე პახუმი აფუძნებს მონაქიზმის, ანუ იგივე მეუდაბნოების, განმხოლოებულობის მეორე ფორმას, კენობიტიზმს, ანუ ფაქტობრივად იმავე სამონასტრო ცხოვრების წესს. კენობიტიზმი ჩვენ უკვე განვარტეთ, კვლავ გავიმეორებთ, რომ ეს ტერმინი ეფუძნება ბერძნულ სიტყვას კოინობიოს, რაც ნიშნავს ზიარად ერთად ცხოვრებას, რადგან კოინოს ბერძნულად ნიშნავს ზიარს საერთოს, ბიოს ცხოვრებას. შემდგომ ეს ტერმინი ეწოდა თვით იმ ადგილსაც და იმ სამოღვაწეო სისტემასაც და სამოღვაწეო შენობასაც, სადაც ერთობლივი ცხოვრება აღსრულდება. ზოგადად იგი უთარნველად გადმოდიოდა როგორც კვინობი, რაც იგივე მონასტერს ნიშნავს, მონასტრის პირველ სახეს. თვით პახუმი წარმართი მშობლებისგან დაიბადა, განსხვავებით ანტონი დიდისგან და დაახლოებით 20 წლისა იყო, როცა ქრისტიანობაზე მოიქცა. მისი მომაქცეველიც და მისი განდეგილური მოღვაწეობის ასპექტით ჩამომყალიბებელი გახდათ ნაკლებად ცნობილი ჩვენთვის განდეგილი პალემონი, ფაქტობრივად მისი სულიერი მოძღვარი. პახუმიმ უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი განახორციელა დაახლოებით 320 წელს, როდესაც მან დააფუძნა პირველი დიდი კვინობი, ანუ საერთო სამოღვაწეო ადგილი, იგივე მონასტერი. მან ეს დააფუძნა ტაბენისში, რაც არის იმავე თებაიდაში, დენდერას ახლოს, ნილოსის მარჯვენა ნაპირზე. ამ პირველი კვინობის დაფუძნების შემდეგ ამგვარ მოღვაწეობას კვლავ განაგრძობდა პახუმი და მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ ხანმოკლე იყო, ყოველ შემთხვევაში ანტონისებრ და პავლეთებელისებრ ხანგრძლივად მას არ უცხოვრია, მიუხედავად ამისა 346 წლამდე, როდესაც ის აღესრულა, 320 წლიდან, როდესაც პირველი კვინობი დააფუძნა, მან მოასწრო ასევე დაეფუძნებინა კიდევ 8 სხვა მონასტერი, ანუ კვინობი, მამაკაცთათვის და 2 ქალთათვის. მთელი ამ უმდიდრესი სამონასტრო კომპლექსის სულიერ მამად პახუმი რჩებოდა თავისი ცხოვრების ბოლომდე, იგი ითვლებოდა საზოგადო ამბად, საზოგადო წინამძღვრად, ის იყო ყველა მონასტრის ამბა, ანუ წინამძღვარი. აქვე ხაზგასმა აუცილებლად საჭიროა იმაზე, რომ პახუმის ამგვარი საქმიანობის მიზანდასახულობა იყო არა მხოლოდ თანაცხოვრებითი გარემოს შექმნა განდეგილი ძმებისთვის, არამედ უფრო მეტად ამგვარ ერთად მცხოვრებ და ერთად მოღვაწე ძმათათვის ნამდვილი საზოგადო სულიერების, ზოგად ცხოვრებულობის სულიერი ხარისხის დამკვიდრება, რომ მათ არაუბრალოდ გურთიერთგვერდით მოღვაწეებად ეგრძნოთ თავი, არამედ ერთსულოვნების ქვეშ, ერთი მწყემსის ქვეშ, ერთ სამწყსოში მოღვაწეებად, ერთ კანონს დაქვემდებარებულ, განმხოლოებულ განდეგილებად. სწორედ ეს იყო პახუმის ღირსება, რომ თანაზიარების სულით გამსჭვალა მან თანაცხოვრებული განდეგილი მამები, თორემ უბრალოდ ერთად შეკრებულობა მოღვაწეებისა პახუმიმდეც არსებობდა გარკვეული დაჯგუფებების სახით და ამგვარი წესის აღმომჩენი ის არ არის, მაგრამ არა დაჯგუფებულობა ერთად, არამედ თანაზიარების სულით გამთლიანებულნი შეადგენდნენ სწორედ იმ კვინობს, რასაც პახუმი აფუძნებდა. ეს თანაზიარების სული ვლინდებოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ერთსულოვნებაში, ურთიერთ ცხოვრებითი ნიშნით, ურთიერთ გაიგივებულობაში, უპოვარებაში, მორჩილებაში და თავმდაბლობაში. სწორედ ამ ნიშნით
აფუძნებს ის კენობიტიზმს, მონასტრული ცხოვრების ფორმას, რაც მთელ მსოფლიოში განირწო თითქმის დაუყოვნებლივ და დღემდე მოგეხსენებათ ღიეს და მეორედ მოსვლამდე დამარხული იქნება და შენარჩუნებული იქნება. აი ამ დიდი ღვაწლის აღსრულებელი პახუმი აღესრულა 346 წელს და მისი მოღვაწეობა არც ყოფითი თვალსაზრისით და არც სამწერლობო ისტორიის კუთხით უკვალოდ ცხადი არ დაკარგულა, მრავალრიცხოვანი ცხოვრებანი, ანუ ბიოგრაფიები მის სახელთან დაკავშირებით შეიქმნა და თუნდაც ეს სიმრავლე ამგვარი ხასიათის ძეგლებისა შესანიშნავად სწამებს და ადასტურებს იმ დიდ ავტორიტეტსა და მისდამი განსაკუთრებულ თაყვანისცემას, რაც არა მხოლოდ მონაზონთა, არამედ ყველა სახის ქრისტიანთა შორის დღემდე შესამჩნევია. მოვლენა ერთია, რომ პახუმი ახალი ტიპის განდეგილური მოღვაწეობა დააფუძნა, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ამაზე ამ თვითონ ამ ფაქტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ მეორე მოვლენა, რაც უკვე საეკლესიო მწერლობას უკავშირდება და რითაც პახუმი პატრისტიკაში შემოდის. მან შექმნა პირველი წესგანგება სამონასტრო, ანუ ზიარად ცხოვრების წესისა და ეს წესგანგება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მის საფუძველზე და მისი სულიერებიდან შთაბეჭდილება მიღებით აურაცხელი წესგანგებანი შეიქმნა მოგვიანებით ეკლესიის ისტორიაში, სამონასტრო ტიპის წესგანგებანი, რომელთა უკლებლივ ყველა მათგანის ერთობლივად სათავეც სწორედ პახუმის წესგანგებაა. ეს წესგანგება პახუმისა ტექსტობრივად დიდი ხანია დგინდება მკვლევართაგან, კარგა ხანია გამოცემულია კრიტიკულად მისი წესგანგების შემცველი უადრესი მასალა. რა თქმა უნდა, ეს წესგანგებაც ისე როგორც სხვა კოპტი მოღვაწეების შრომები თავდაპირველად კოპტურად დაიწერებოდა საკუთრივ ორიგინალის ენაზე, ანუ კოპტურ ენაზე. ეს ძეგლი ფაქტობრივად ფრაგმენტულად შემონახული, თუმცა საკმაოდ ვრცელი ფრაგმენტებია, რომლებიც მთლიანობაში თავის დროზე დაბეჭდა ჩვენს მიერ ანალიზისხენებულმა წინარე საუბრებში ცნობილმა კოპტოლოგმა ლეფორმმა და რაც ბერძნული ტექსტის გამოცემისას სკოლიოებში ასევე დანართის სახით ასევე წარმოდგენილია. ეს კოპტური წესგანგება თითქმის დაუყოვნებლივ უნდა თარგმნილიყო ბერძნულად, თუმცა პირველი ბერძნული თარგმანი მთლიანად დაკარგულია და ის ბერძნული ექსცერპტები, რაც მკვლევართათვის ცნობილია, სხვა არაფერს წარმოადგენს, როგორც ეს დღეისათვის უკვე გარკვეულია. სხვა არაფერია თუ არა იმ წესგანგების შემოკლებული რედაქციის ნაშთი, ხოლო შემოკლებული რედაქცია პახუმის წესგანგებისა უფრო გვიან შეიქმნა სხვა გარემოსთან მისადაგების მიზნით და ეს სხვა გარემო ეგვიპტე არ არის. ესე იგი, როდესაც ანალოგიური ტიპის მოღვაწეობა სხვა რეგიონებშიც დაფუძნდა და წესგანგება მათთვისაც აუცილებელი გახდა, პახუმის წესგანგება ჩვენთვის უცნობმა მოღვაწეებმა ახალი რეგიონის თანამცხოვრებ განდეგილებს მიუსადაგეს და ასე შეიქმნა ეგრეთ წოდებული მოკლე რედაქცია პახუმის წესგანგებისა. პახუმის გარშემო შემოკრებულნი იყვნენ არა მარტო კოპტები, არამედ ბერძნებიც და ამან განაპირობა ბერძნულად მისი წესგანგების თარგმნა, ისევე როგორც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლათინი მოწაფეებიც ყავდა მას, განსაკუთრებით კანოფში, ალექსანდრიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და საგულისხმო ფაქტია, რომ ლათინ მოწაფეთა რაოდენობა იმდენი იყო, რომ წმინდა იერონიმემ, რომელიც მკვიდრობდა ბეთლემში, ერთ-ერთი მღვდლის სილვანოსის მოწოდებით ლათინურადაც თარგმნა აღნიშნული წესგანგება. საფიქრებელია, რომ ეს წესგანგება დაახლოებით 404 წელს ითარგმნა მისგან ბერძნულ ტექსტზე დაღდნობით და სწორედ ამ თარგმანმა გახადა შესაძლებელი პახუმისეული ნაშრომის ლათინურენოვანი, ანუ დასავლური საქრისტიანოსათვის გაცნობა და განივცო კიდეც იქ განუზომლად ორი განშტოება პახუმის წესგანგებისა, ერთი ბერძნულენოვანი და მეორე ლათინურენოვანი, ორივე ენაზე შემდგომში აღმოცენებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ტიპიკონური ძეგლის საფუძვლად იქცა და მხოლოდ ეს ფაქტიც, რომ აღვნიშნოთ, პახუმის მოღვაწეობის სიდიადის წარმოსაჩენად ვფიქრობ სავსებით საკმარისია. ისიც საყურადღებოა, რომ იერონიმეს თარგმანი მოღწეულია ჩვენამდე და ეს მხოლოდ ლათინურენოვანი თარგმანი დღეისათვის უკვე აღარ არის, მხოლოდ ამ მნიშვნელობით არ იფარგლება მისი ღირსება, გაცილებით უფრო ფასეული ეს ჩვენამდე მოღწეული თარგმანი იერონიმეს იმითაა, რომ სწორედ მასშია მთლიანობაში დაცული პახუმისეული ტიპიკონის სახე, აღნაგობითაც და ტექსტობრივი სისრულითაც.
აქვე შეიძლება აგვენიშნა ის, რომ არსებობს უფრო ვრცელი რედაქციაც პახუმის წესგანგებისა, ისე როგორც უფრო მოკლეც. ეს ორი რედაქცია, ვრცელი და მოკლე, მკვლევართაგან დიდი ხანია შეისწავლება და ჩვეულებრივ ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ სწორედ მოკლე რედაქცია იყო პახუმის ნამდვილი ნაშრომი, ხოლო ვრცელი რედაქცია გვიანდელი შენამატებით თითქოს და იმ მოკლესგან უნდა მიღებულიყო მოგვიანებით. სწორედ ასევე გამოქვეყნდა ეს მოკლე რედაქცია თავის დროზე, როგორც პახუმის ნამდვილი ნაშრომი 1923 წელს, მაგრამ კოპტური ფრაგმენტების აღმოჩენამ სრულიად თვალსაჩინოდ დაადასტურა, რომ მოკლე რედაქცია სხვა არაფერია, თუ არა თავდაპირველი უფრო ვრცელი რედაქციის გამონაკრები ვითარების და შესაბამისად. ანუ სწორედ ვრცელი რედაქცია უნდა იყოს თავდაპირველი ტექსტი. ეს რედაქცია, ვრცელი რედაქცია საკმაო რაოდენობის ხელნაწერებითაა, სხვათა შორის ჩვენამდე მოღწეული 18 ხელნაწერითაა დაცული, რომელთაგან 10 არქეტიპისგან მომდინარეობს და შესაბამისად ყველა ხელნაწერს ამ 10 ხელნაწერისას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგანაც ერთი დედანი აქვთ მათ. საკმაო არქაულობით გამოირჩევა ზოგიერთი ხელნაწერი, რომელმაც პახუმის წესგანგება შემოგვინახა, არის ერთ-ერთი მაგალითად მე-9 საუკუნისა, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგანაც მასში არის ბევრი ისეთი ტექსტობრივი წაკითხა, რაც სხვა ხელნაწერებში ჩვენ აღარ გვხვდება და მიიჩნევა, რომ ამ ხელნაწერში დაცული ტექსტი, ამ მე-9 საუკუნის ხელნაწერში, რაც მიუნიხის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია შემონახული, ამ ხელნაწერის ტექსტი გაცილებით უკეთ უნდა იცავდეს პახუმის წესგანგების თავდაპირველ ტექსტს. რაც შეეხება მოკლე რედაქციას, 12 ხელნაწერითაა იგი ჩვენამდე შემონახული, რომელთაგან ყველაზე ადრინდელი მე-11 საუკუნეს განეკუთვნება. პახუმის წესგანგებამ, როგორც აღნიშნეთ, უდიდესი გავლენა მოახდინა, უჩვეულო გავლენაც კი მოახდინა, უჩვეულო იმ გაგებით, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ამ ძეგლის გავლენამ გვიანდელ პერიოდში. წმინდა ბასილი დიდი იყენებდა ამ წესს, როდესაც იგი საკუთარ წესგანგებას ადგენდა. შედარებით გვიანდელი პერიოდის დაახლოებით 420 წლის ანონიმური წესგანგება, რასაც ეწოდება აღმოსავლური ტიპიკონი ანდა ვიგილიუსის წესები, ძალიან დიდ ნაწილს პახუმის წესგანგებისას ციტატების სახით იშველიებს და ფაქტობრივად მას ეფუძნება უფრო ზუსტად ლათინურ თარგმანს პახუმის წესგანგებისას. ჩვენ მინიშნებები პახუმის ნაშრომზე შეგვიძლია შევამჩნიოთ უფრო გვიანდელ რეგლამენტატორთა შრომებშიც, ხოლო რაც შეეხება მე-7 საუკუნის ერთ-ერთ წესგანგებას, რასაც ტარნატენსის განაწესები ეწოდება, ეს წესგანგება უდიდესწილად სწორედ პახუმის ტექსტის განმეორებაა და სხვა არაფერი. ერთ-ერთი ადრინდელი ბიოგრაფი და თვითონაც დიდი მეუდაბნოე პალადი ჰელენოპოლელი თავის ლავსაიგონში ამბობს, რომ ეს იმდენად ადამიანურ ბუნებაზე აღმატებული ძეგლია პახუმის წესგანგება, რომ იგი თვით პახუმის კაცობრივი გონების ნაყოფი არ არის, რომ მას ანგელოზმა უკარნახა და მან ჩაიწერა ეს ყოველივე. ასე რომ საღვთო წარმოშობა განეკუთვნება პახუმისეულ წესგანგებას თავისი რაღაც გამორჩეული ღირსების გამო. თუ თვითონ ამ ტექსტს ორიოდე სიტყვით შევეხებით, შეიძლება დაგვენიშნა, რომ იგი განიყოფება 4 ნაწილად, რომელსაც ცალ-ცალკე სათაურები არ აქვთ, მაგრამ ასე შეიძლება დაიყოს ტექსტი შეგონებებად, მცნებებად, განაწესებად და დებულებებად. ასე განყოფენ მკვლევარები, თუმცა ეს სათაურები ხშირ შემთხვევაში მომიჯნავია და მკვეთრი განცალკევება ერთი ნაწილისა მეორისგან, რა თქმა უნდა, რთულია. სხვათა შორის ლიტურგიკული ასპექტით უჩვეულო სიმარტივეს გვიმჟღავნებს ჩვენ ეს წესგანგება. იქ თავს იჩენს მხოლოდ 2 ლოცვა საზოგადო, ერთი ცისკარზე, მეორე მწუხრზე და სხვა რაიმე ნიშანი ამ საზოგადო მსახურებისა იქ გამოკვეთილი არ არის. ცხადია ლიტურგიკული სრულყოფილება ამა თუ იმ სამოღვაწეო სახეობისა თანდათანობით იქმნებოდა საუკუნეთა მანძილზე, ეს ზოგადად ღვთისმსახურებასაც ეხება ახალ-ახალი ლოცვანი, გალობანი, კურთხევითი ტექსტები, ეს თანდათანობით ემატება და შეეძინება საეკლესიო ისტორიას, მაგრამ როდესაც პახუმი იწყებდა მოღვაწეობას, მაშინ ამ მხრივ ცხადია ბევრი რამ შემდგომში გამოჩინებული უაღრესად ძვირფასი ძეგლი ჯერ კიდევ არ არსებობდა და სიმარტივე ლიტურგიკული კუთხით ღვთისმსახურებითი სიმარტივე ამ ძეგლისა, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია. გარდა ამ წესგანგებისა, ნეტარი იერონიმეს ლათინურ თარგმანში
პახუმისეულად არის წარმოჩენილი მრავალი ქადაგება მონაზვნებისადმი და აგრეთვე 11 ეპისტოლე, რომლებიც მიმართულია მონასტრების წინამძღვრებისადმი და მონასტრების საძმოებისადმი. ორი ამ ეპისტოლებისაგან გაგზავნილია წინამძღვრების, მონასტერთა წინამძღვრების კორნელისა და სირუსის მიმართ, მაგრამ ისინი ჩაწერილია გაუშიფრავი კოდით, ასე შეიძლება ითქვას, ბერძნული ანბანის მიხედვით და ასოებით შესაბამისადაა ჩაწერილი, მაგრამ ტექსტი დღესდღეობით გამოუკვლეველია. სხვა რამ ნაშრომი პახუმისა ჩვენ არ ვიცით. საკუთრივ მის შესახებ, როგორც აღნიშნეთ, ბიოგრაფიები მრავალია. კერძოდ, სულ ცოტა 6 ბიოგრაფია მაინც შემოგვენახა მასთან დაკავშირებით. ეს ბიოგრაფიები შემონახულია კოპტურად, ორივე დიალექტზე, სახიდურ და ბოხარიკულ დიალექტზე, არაბულად, სირიულად, ბერძნულად და ლათინურად. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ერთი და იგივე ღირსება არ აქვს, თუმცა გარკვეული ასპექტით ინტერესმოკლებული არც ერთი არ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის ბიოგრაფიები, რომლებიც შედგენილია პახუმის გარდაცვალებიდან 15-20 წელიწადში. ისინი, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო უტყუარ ინფორმაციას ფლობენ. ასეთებად მიიჩნევა კერძოდ მისი ვიტა პირველი, ვიტა მეორე, ასე წოდებული ვიტა ცხოვრება გახლავთ, რომლებიც მკვლევართა შეფასებით ყველაზე უფრო ზუსტ ინფორმაციას იმარხავენ და გვაწვდიან ჩვენ ამ სახელგანთქმული მოღვაწის შესახებ. თუმცა ისიც მიიჩნევა, რომ ჩვენამდე შემონახული ბიოგრაფიებიდან აბსოლუტურად შეურყვნელი სახით თავდაპირველი ტექსტის მხრივ არც ერთი არ შემორჩენილა. ქართული მასალა პახუმისთან დაკავშირებით, ისევე როგორც ამ მონასტრთან დაკავშირებით ნაკლებია, თუმცა გარკვეული მინიშნებანი და მითითებანი ამ მოღვაწეებზე სახეზეა ძველ ქართულ ტექსტებში და ეს საკითხი სრულიად დაუმუშავებელია და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად შესასწავლია ამ უდიდესი კოპტი მეუდაბნოების, გულისხმობთ განსაკუთრებით ამონასა და პახუმის კვალს ძველ ქართულ ასკეტურ ტრადიციაში. ამჯერად ამით დავაბოლოებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.